შემაგდეს ეგრეთ წოდებულ კაპეზეზე და 3 დღის განმავლობაში და ვაღნიშნავ ერთ რაღაცას 2 დღით ადრე დამიჭირეს ვიდრე თვითონ მე ჩაწერეს ჩემი დაჭერის თარიღი 2-3 დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ წყალს არ მაჭმევდნენ საჭმელს რამოდენიმე საათის გამოშვებით გავუყავდით აწამებდნენ ცემდნენ ელექტროშოკერებს იყენებდნენ ყველა ცემის ეპიზოდში თითქმის სასამართლო პროცესის დღე დადგა ძალიან ცუდად ვიყავი დანგრეული ვიყავი ფეხზე ვერ ვდგებოდი მე მიყვანეს სასამართლო პროცესზე და დედაჩემმა ისევ რომ ნახა დაიწყო ტირილი როგორც დედაჩემმა ისე ჩემმა ნათესავებმა მე უთხარი მოსამართლეს შემდეგი სიტყვები ბატონო მოსამართლე მეთქი მე უკვე აღარ შემიძლია მე უკვე ვგრძნობ რომ ვერ გავძლებ და გთხოვთ რამე მოიმოქმედეთ ციხეში შეყვანის დროს რომ ფიზიკურად არავინ არ შემახოს მე მოსამართლემ მიპასუხა რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა. გადამიყვანეს ზუგდიდის ციხეზე. როგორც კი შემიყვანეს მიმღებში უთხრეს. მოკალით და ათქმევინეთ. ზუგდიდის ციხეზე შესულისთანავე დაიწყო ისევ ჩემზე ფიზიკური ძალადობა. ისევ ჩემი წამება და არაადამიანური მოპყრობა. მე ენით ვერ ავწერ იმას თუ რა მეთოდებით მცემდნენ და მაწამებდნენ ეს ადამიანები. ესე წრეს გააკეთებდნენ, იცოდნენ, ყველას ესე უკეთებდნენ და შუაში დაგაყენებდნენ. ყველა ერთად გირტყამდა, ზოგი ფეხს, ზოგი ხელს, ზოგი კიდე ხელში რაც ეკავა და ასე შემდეგ. ამ დროს ჩამოვიდა ჯიჭონაია დიმიტრი, რომელსაც ჩემს საქმეზე აქ ბრალი წარდგინებული და რამოდენიმე 10 წელზე მეტი სასჯელი აქვს შეფართებული. მე თქვენ გეტყვით, რომ ჩემს საქმეზე 2014 წელს რამოდენიმე ადამიანი მიეცა პასუხისმგებლობაში. როცა მე თავისუფლებაზე გავედი და ეს იყო ციხის თანამშრომლები.